გამარჯობა, ეთერშია სოლიდარობის სტუდია და გადაცემას გავუძღვები მე დავით ახვლედიანი. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ თავისუფალი ტრიბუნის დამფუძნებელი პაატა აბულაძე. მოგესალმებით ბატონო პაატა, მადლობა რომ გვეწვიეთ სტუდიაში. მოდით დავიწყოთ საუბარი იმით, რამაც მედიაში აჟიოტაჟი გამოიწვია, განსაკუთრებით ლიბერალურ მედიაში. მათ აწუხებთ ის გარემოება, რომ თქვენ პარტია როგორც თავისუფალი ტრიბუნის დამფუძნებელი და აგრეთვე პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის პოლიცაბჭოს წევრებთან ერთად ბრძანდებოდით დონეცკში. მაყურებელმა კარგად იცის, რომ დონეცკი გახლავთ ამ თვითაღიარებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მთავარი ქალაქი, ერთ-ერთი მძიმე მრეწველობის თვალსაზრისით ცნობილი ქალაქი, რომელიც ახლა ამჟამად ფაქტობრივად იმყოფება რუსეთის შემადგენლობაში. და თქვენ შეხვდით იქ ამ რესპუბლიკის ხელმძღვანელს დენის პუშილინს, ეს მიღების კადრებიც გავრცელდა, ეს განცხადებებიც, მაგრამ ყველაზე საინტერესო მოხდა ის, რომ ამ ვიზიტის შემდეგ, რაღაც გარკვეული დროის შემდეგ რუსულ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დენის პუშილინმა ქართულ დელეგაციას, უშუალოდ მამუკა ფიფიას გადასცა სია, რომელიც მათ მოეპოვებათ იმ ქართველების შესახებ, რომლებიც ომის დანაშაულში არიან მხილებული მათი მხრიდან. და ითხოვენ გადმოცემას. თქვენ რა შეფასებას გააკეთებდით, თქვენი კომენტარი როგორი იქნებოდა ამაზე? მიეცემა თუ არა მსვლელობა, თქვენ როგორ ფიქრობთ, გარდა იმისა, რომ ეს ინფორმაცია გადმოეცა, მთელი სია არ ვიცი, ახლა საჯარო მე მგონი ჯერჯერობით არ გამხდარა ის სია. თუმცა პერმანენტულად ჩვენ ხვდებით, ახლა ამჟამად იყო მაგალითად ესეთი ცნობა, რომ საქართველოს მოქალაქე სომხური წარმომავლობის პიროვნება მოითხოვა რუსეთმა, რომ გადმოეცათ, თუმცა ის გადავიდა სომხეთში, მეზობელ სომხეთში და სომხეთმა მის გადაცემაზე უარი განაცხადა. ამ კუთხით საინტერესოა თქვენი პოზიცია, დავიწყოთ თუ შეიძლება ამ სიით და შემდეგ როგორ ფიქრობთ, როგორ განვითარდება მოვლენები ამ კუთხით? უყურეთ, ჩავედით. მე მამუკა ფიფია და ეს ტელესეზონის წამყვანი ნიკოლოზ ჯავანაძე, გიორგი ერემაძე. ხო და იქ შეხვედრა გქონდა და მე საქართველოსდან წავიღე, როგორც ისეთ დენის პუშილინმა აღიარა აფხაზეთის ტერიტორია რაღაც ეს. ხო და მე საქართველოსდან წავიღე და ვაჩუქე ერთიანი საქართველოს რუკით გამოსახული მაისური და კეპკა. და მომცა პირობა, რომ ეს იდება მის კაბინეტში, როცა მუდმივად დაისაკუთრებს ამას ეს ერთი, მეორე. მოულოდნელად დენის პუშილინმა გადასცა სია, რომლებიც არიან კურსკში შეიჭრნენ მაგ დროს ჩატარებული ვანდალიზმი მშვიდობიან მოქალაქეებზე. ეს 12 კაცისია, მე პირდაპირ გეტყვით. და მამუკა რა თქმა უნდა, როგორც იტყვიან რუსები, ზასლოვო кармане не полезет. იმ წუთში გააკეთა განცხადება, კაცო. ამ 12 კაცს და მეტი იქ საერთოდ არ არის. იმ ლეგიონში მე რამდენჯერ მაგათ თუ ყველაზე ნაკლებად ქართველი არის ლეგიონში. იქ არიან კოლუმბიიდან, იქიდან უბრალოდ ეს არის ფულის საჭელის მახე. და მამუკა ფიფიამ იტარტას იგინდა თვითონ დენის პუშილინს იქვე უთხრა რომ კაცო, ამას რომ მეუნებიო ამ 12 კაცო. აგერ არის 200 კაციო ქართველებითო. რუსეთის მოქალაქეები, ზოგი არ არის რუსეთის მოქალაქე. აგერ მიზისო კაციო მამაო, კაცო. ორი შვილი, ძმისშვილი ყველა იქ არისო. და რაღაცა 12 გარეწარეს ვანდალიზმის იმას და იქნებ თქვენ თუ ობიექტური ის გინდათო, მოდით ამაზე ვილაპარაკოთო, რომ იმას ვერ ხედავთ, რომ ქართული შივრონებით რო დადიან, 200 კაცი, 100 კაცი დაგვაკლდა და ბატალიონი რო შეგვექნა ქართულიო. და ვიღაცა გარეწრები, რომლებმაც მშვიდობიან მოქალაქეებზე იძალადეს და ახრიტეს და ზაბორებზე თავები ჩამოაცეს და ბავშვები გაუპატიურებებდა ისე რომ იყო. და კარგი იქნებოდაო თუ კიო, თქვენაო ამ გარეწრებზე კი არა, აი ამაზე გველაპარაკეთო.
აი ეს ქართველები რომელიც ომობენ იქ 12-ზე კი არა 200 კაციაო და ერთის მამა აგერ გვიზისო ისე თავისდროული პასუხი გასცა ძალიან მომენტ აი ეს იყო თელი ფილოსოფია მაგით ამათმა რა აგორეს პრინციპში რადიო თავისუფლებას სასარგებლოდ მინავ თქო მადლობას უხდი ეს დაწერა მართლა დაწერა მივესალმები რომ ობიექტურად მართლა ესე იყო რომ ფიფიამ კაი პასუხი გასცა და კარგი იქნება თუ რუსეთის ფედერალური არხები ამ სოდომიტების ხარეს მეომრებზე კი ნუ ილაპარაკებთო აი ამ ქართველებზე ილაპარაკებთ ვიც ტრადიციულ სამყაროს წარმოადგენენო და რა თქმა უნდა ამით შემოიფარგლა ეს ამათ მაატეხეს ერთი აბავი თითქოს ახლა აქვე უანონსებ თუ აქვე უანონსებ სოდომიტებს და ხელისუფლებასაც აპრილი მაის არ გაცდება მზადდება დიდი კონფერენცია საცა იქნება ლუკაშენკო და რუსეთის პრეზიდენტი პირობა მომწეს თუ უნდა შეგახვედრო ორივესო ერთი ერთზეო დაშევ მე საერთოდ უნდა მოვაგდო ესენი ნასკებიდან მალავრამეს ბიჭო ერთადერთი კაცი ყევათ ბიჭო იქნება როგორმე გამიფრთხილეთ კაცო რა იცი ხვალე რა ხდება რა ვიცი გუშინ ეს აჯანყებული რესპუბლიკები რა ვიცი რაღაცა შეხვედრები იყო ჩახუტებები და კოცნაპროშნაობა იყო იქა თქვენ გულისხმობთ ალიევი პაშინიანი რა ვიცი ხალხო რებს აკეთებთ საერთოდ სადა ხართ ნო ხო თან თუ იმასაც გავითვალისწინებთ როგორი მწვავე განცხადებები ქონდა ალიევს როდესაც თვითმფრინავის წავიდა ზელენსკის ხელი ჩამოყ 2 მილიონი გადაუხადა კაცო ფული კი ანუ აქ ჩემი აი ვიჯექი თქვენ სტუდიაში რომ გითხარით ხალხო დაწყნარდით ხო თქვენ მაინც არ ვუწევთ ყვილის უფლებას ბიჭო დამთავრდება ეგ ყველაფერი რაღაც ერთვეს არ გაცნება მეთქი ჯორჯია ტაიმსის ექსპერტები ხო არ ახართ რომ ველოდებოდით ახლა თურქეთის და იმის აზერბაიჯანი როდის შეუტევდა კრემლს და დავცინოდი ხოლმე რაღაც ერთი ჯონდი ბაგათურია იყო ხოლმე რომ ნორმალურად საუბრობდა ხოლმე მანდა სხვათაშორის მინდა აქვე მიუსამჯურმო ჯონდი ბაგათურიას დედის გარდაცვალება და ნამდვილად კი ვიზიარებ მის წუხარებას და ასე მინდა ამასთან ერთად დავითაიას მიულოცო დაბადების დღე მართლა ესეთი ჟურნალისტი ტანჯული ეს ისე ხო აი თქვენ ბრძანეთ ის მომენტი ეს ეპიზოდი როდესაც აი პუტინთან ეს ჩვენი მეზობელი ქვეყნების ლიდერები რიტორიკა შეცვლილი აქვთ იგივე პაშინიანს რომელიც პრინციპში ითვლებოდა სომხეთში ამ დასავლური ნარატივის ერთ-ერთ მთავარ ლოკომოტივად ჩვენ გვახსოვს ის ხელისუფლებაშიც როგორ მოდიოდა ეს ფერადი რევოლუციის ელფერი ქონდა მაშინ ზელენსკის მაგვარ მაისურში რო იყო გამოწყობილი და ზურგჩანთა რო ქონდა ჩამოკიდებული ველოსიპედით აი სულთა სოროსის ტული ესე კი ბატონო გასაგებია მაგრამ ახლა ვითარება იმ დონემდეა რომ რიტორიკის შეცვლა უწევს ორივე ლიდერს ახლა ალიევი არ არის ხელწამოსაკრავი კაცი საკმაოდ განათლებულია გამჭრიახი გონების პატრონია შორს მჭვრეტელია, თანმიმდევრულია და ის განცხადება, რაც პუტინის გვერდზე მან გააკეთა, წარმოიდგინეთ ახლა ისევ და ისევ დასავლურმა მედიამ ისე აიტაცა, რომ აი პუტინმა გუშინ გაიგო ამ თვითმფრინავის ჩამოგდების დეტალებიო. ეს ხო გასაგებია, რომ აბსურდია, ახლა მას პირველ წყაროებიდან აქვს ოპერატიული ინფორმაცია, უბრალოდ იქ იქნა დაზუსტებული არ უარყო, ანუ თავის განცხადებით, რომ ნამდვილად რუსული რაკეტის შედეგად მოხდა ამ თვითმფრინავის ჩამოგდება, უბრალოდ ეს რაკეტა იყო მიმართული უკრაინული დრონების მიმართ, მისამართით. მოხდა ან რაკეტების თვითლიკვიდაცია, რადგან რადარზე ჩანდა სამგზავრო თვითმფრინავი, ან უბრალოდ ანუ გასკდა ჰაერში ასე ვთქვათ, მაგრამ ნამსხვრევებმა ჩამოაგდო და არა პირდაპირ დამიზნებით მიზანმიმართულად თვითმფრინავის ჩამოსაგდებად იყო ეს რაკეტები გაშვებული. Ну გარდა ამისა იქ ასევე ესეთი მნიშვნელოვანი მომენტია რომ თვითმფრინავის ეკიპაჟს შესთავაზეს თავად რუსეთმა რომ მახაჩკალაში დაშვებულიყო, რაზეც პილოტებმა უარი განაცხადეს. და ну რაც ყველაზე მთავარია ამ რუსეთის პრეზიდენტმა ალიევს ამ აზერბაიჯანის პრეზიდენტს განუცხადა რომ ის კომპენსაციებს თავიდან ბოლომდე გადაუხდის სამდაღობ და სამძიმარიც იყო აგრეთვე იქ. კი ბატონო. ამას რო თავი გავანებოთ, ბატონო პატა, თქვენ როგორ ფიქრობთ, რა გახდა იმის მიზეზი, რომ თუნდაც ჩვენი მეზობელი ქვეყნების ლიდერები ესე მკვეთრად იცვლიან რიტორიკას და ჩანდა, არ ვიცი ახლა კეთილგანწყობა დავარქვა ამას პუტინის მიმართ, თუ ეს ეგრეთ წოდებული თავდახრა. ну
გასაგებია რაღაცის გამო. აი რა არის ეს რაღაც რეგიონში კვლავ გავლენის დაბრუნება რუსეთის ჩვენ იმასაც ხედავთ რომ ახლა თურქეთიც არანაკლებ აქტიურობს აქ რეგიონში მასალები იდება რომ სადერეფნო ხაზებისთვის აპირებენ დიდი თანხების ჩადებას იმ გზების რეფორმირებას დღეს იყო მაგალითად ერთ-ერთ გლობალისტურ საიტზე პრინციპში ანგლოსაქსების ინტერესიც იკვეთება რომ ისინი ან თურქეთი როგორ გაივლის საქართველოს ტერიტორიას მაშინ როდესაც აქ საბჭოური ტიპის ლიანდაგებიაო ახლა ლაპარაკი მიდის იმაზე რომ საქართველოს საზღვრამდე თურქეთმა უნდა მოახდინოს რეაბილიტაცია არსებული სარკინიგზო ხაზების, რაშიც მილიარდ ნახევარზე მეტი თანხა არის გამოყოფილი. ანუ ეს ყველაფერი მიუთითებს იქითკენ, რომ თურქეთი რეალურად აპირებს საქართველოში უფრო მყარად ფეხის მოკიდებას. სანამ თქვენ პასუხს მოვისმენ ამ კითხვაზე, აქვე მინდა ჩემი ესეთი რემარკა შენიშვნა გავაკეთო, რომ აღმოჩენილი აშოტ კურაპალატის საფლავი თურქეთის ართვინის პროვინციაში ისტორიული წყაროებიდან გასაგები იყო რომ შეთქმულების შედეგად გადაიღუპა მეფე აშოტი რომელიც ბაგრატიონთა დინასტიის პირველი წარმომადგენელი იყო მაგრამ ხომ არ უკავშირდება თურქეთის მზარდ გავლენას ეს ინფორმაციული სიახლე რომ კეთილგანწყობა მოხდეს საქართველოში ხედავთ, აი თურქები რა კარგი არქეოლოგები არიან, უპოვიათ საფლავი, რომელიც თურმე ცარიელი აღმოჩნდა. მაგრამ ისინი ფიქრობენ, რომ ეს მაინც აშოტ კურაპალატის საფლავია. ნუ შეიძლება ადარნასე კურაპალატი, ანუ ადარნასე საფლავიც იყო, იქ ურგენ მაგისტროსის იმ ბაგრატ მესამის თუ ნუ ერთ-ერთ ბაგრატ მეოთხე ბედიაში იყო თუ არ მეშლება აფხაზეთში დაკრძალული. ხო და ანუ შესაბამისად ამას რატო ვამბობ? კიდე მოვიყვან მაგალითს 2024 წელს წმინდა ნიკოლოზზე აპელირებდნენ ასე თურქები, რომ ვიცით მირლიკიელი ეპისკოპოსი იყო წმინდა ნიკოლოზი, იქ არის მართლაც მის ბაზილიკაში სარკოფაგი გახსნილი. ტოვებენ მომლოცველები წერილებს, მიიჩნევა რომ სწორედ ის სარკოფაგია, საიდანაც მოხდა მერე წმინდა ნაწილების ვენეციელი და გენუელი ვაჭრების მიერ მოპარვა და გადატანა ბარიში. მაგრამ იქვე ახლომახლო ქალაქ დემრეში, რომელსაც ადრე მირა ერქვა. იპოვეს ასევე აკლდამა, სადაც იყო ნაწილები. და თურქებმა დაიწყეს მტკიცება, რომ ეს მაინც და მაინც ეს არის წმინდა ნიკოლოზი და არა ის წმინდა ნაწილები, რომელიც ბარიშია დავანებული, დაბრძანებული. შესაბამისად თურქებს აქვთ ეს მომენტი რელიგიური აღსარებლობის და მიხედვით, სადაც მეტი ტურისტი ჩავა. ახლა მე მაგალითს მოგიყვებით კაპატოკიაში, როდესაც ვიყავი, გოვრემეში და სხვა უჩისარში, ორთახისარში, სხვადასხვა ქალაქებში. წმინდა ნინოს სულ მცირე ორი სახლი ვნახე. წმინდა გიორგის ასევე ორი სახლი ვნახე, ანუ როგორც ეს რელიგიური რელიკვიები რამდენიმე ეგზემპლარია და დღემდე დავამიდის, რომელიც სწორედ ამის თქმა მინდა, რომ თურქებს ეს მიზანმიმართულად ხომ არა აქვთ ინტერესი, რომ გააღვივონ მეტი კეთილგანწყობა ქართველებისადმი, რომ აქ უფრო მძლავრად შემოვიდნენ თავიანთი გავლენით. აბსოლუტურად ეგ მაშინებს ზუსტად. იქ როგორ აქ იცი აქ წარმოდგენილი, რომ ახლა თურქები და აი რო კითხო ესე ხალხს რო ასეთი წარმოდგენა აქვს, რომ ახლა თურქი დაკოქავს ტანკს და არა კაცო. იქაც ჩვენგან განსხვავებით ინსტიტუტები მუშაობენ სპეცსამსახურები ინსტიტუტები ემსახურებიან ამ სამეცნიერო ინსტიტუტები ემსახურებიან კაცო როგორ შეიძლება ქართველი კაცის გულის მოგება რა კუთხით უნდა მიუდგე და რას არ უნდა შეეხო რომ არ გააღიზიანო ეს იციო კაცო დაინახეს რა თურქეთმა რომ უყურეთ ეს ორი ჩვენი მეზობელი რესპუბლიკა ვერ ააფეთქეს ნუ ვერ ააფეთქეს მოხდა ისე რომ ერთმაც თავის ძოზე მოწვინა და მეორემაც და აქაც მომდი რომ ხალხი ამბობდა კაცო ეხლა ნატოს თურქის ჯარი შევა რომ ნუ რაღაცა ჩვენთან ხო საერთოდ სიგიჟეებია კაცო როგორც სახელმწიფო ექსპერტებში ისე ნუ იკითხოს საერთოდ რა შეიძლება თურქეთს რა თქმა უნდა არის მოთამაშე კაცო 1 მილიონი ჯარი ყავს სამხედრო ინდუსტრია და ექსპორტზე გააკეთე როდის ვამობდი კაცო ყველაზე ადვილად ფეხმოსაკიდი თურქებისთვის სისტემურად გეუნებთ არის საქართველო. აქ იყიდებენ როგორც თურქები აი შემოემიგრანტი ცხოვრების სტილი ისეთი გვაქვს და თანაც როიციან ქართველი ხალხის შინაგანი განწყობა უკვე როგორი რომ
რომ არიან რუსოფობები იყვნენ აგრესიულები თავის დროზე, აგრესიული რუსოფობები, მაგრამ რომ მოხდათ ჩვენპირში შალაბანი სამჯერ. ეხლა აღარ არიან, ამით თავს იწონებენ, აი რა გინდა ხო არ ჩავერთეთ მეორე ფრონტი ხო არ გავხსენით. აიგე, ოკეი? ამიტომ იციან შინაგან ამას სწავლობენ მეთქი ამ ინსტიტუტები, ამას მეცნიერულ ინსტიტუტები. და რა თქმა უნდა გააქტიურებულია. იქ სასონხეთში, აზერბაიჯანში ფეხს ვერ მოიკიდებენ, გართო. იმით რითიც უნდა იქ შესვლა თურქეთს ვერ მოიკიდებენ, განორიცხულია, გართო. საქართველოში მოიკიდებენ. რატო იცი? საქართველოში იმდენად არის განძვიფარებული შიგნით უკვე როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო ესე ხალხის წრებისგან რუსოფობიული სიტუაცია თურქეთი იყოს ოღონდ ის არა. რომ მე ვიტყვი, აი რა გინდა თურქეთისგან, ნახე რა გააკეთა, აბა რუსეთმა რატო არ გააკეთა ესა? და აი რა თქმა უნდა. იმ რუსეთსაც კიდე გეუბნებით ამ მოცემულობას გაუწევს მეთქი ანგარიში, კაცო, არავინ აქ ტანკით შემოვარდნა და აქ რახალუხის გაკეთებას არაპირებს, თუ შენ არ გაიგიჟე თავი, კაცო და არ დაიწყე უკრაინიზაცია. არავის შენი ჯინი არ ჭირს, კაცო. და იმ თურქეთთან რა ვიცი, თურქეთი რო შეპირდა სირიაში, რა ვიცი, პირნათლად შეასრულა რუსების წინაშე ეს თავის პირობა. ორივე ბაზა, ერთი ჩემი შვილი რომ მსახურობდა ტარტურის და მეორე მიმიზობა, რა ვიცი, მისღერი არ ჩამოვარდნილა და სხვათა შორის ამ წუთებში, ახლა სადაც ჩვენ აქ ვლაპარაკობთ, 25000 ქრისტიანი აფარებს თავს. აი ეს გაეროში რო გამოიყვანეს პრეზიდენტი. კი. გაიგე? რატომღაც რუსეთის ბაზარზე აფარებენ ქრისტიანები თავს რომ და ალავიტებიც. რა არის რომ მარტო არ დახოცონ იმის გამო რომ მათი წამსის რადგან ალავიტები არიან გასაგები. რატო შეეფარებინათ იქ ამერიკელების ბაზაზე? თურქულ ბაზაზე შეეფარებინათ თავი. რატომ მაინდა-მაინც მუსლიმებმა გადაწყვიტეს რომ ქრისტიანების ბაზაზე შეეფარებინათ თავი? ხო, სამწუხარო რეალობაა ეს, ორმაგი სტანდარტებია, თუნდაც ხედავთ უკრაინასთან მიმართებით დასავლეთის ქვეყნების აი ამ ბრჭყალებში ერთიანობას, თუ კი აქამდე ერთიანობა აქვთ, ვერაფერს ვერ შვებიან ფაქტია. ანუ მარტო ენის კლიკინით ვიტყოდიან ჟარგონს გამოვიყენებ, ფონს ვერ გადიან. ჩვენ ნახეთ რუსეთის კვლავ მასირებული დარტყმა კიევზე და რაც მოხდა ღაზაში ამაზე ფაქტობრივად რეაგირება არ აქვს. ჩვენ ნახეთ იტალიაშიც გამოსვლები, საფრანგეთშიც. გასაგებია იქ ის ადამიანები, ვინც ემიგრირებულები არიან და პალესტინის დროშები აქვთ მოხვეული და აფრიალებენ. ამ დროშებს მიიჩნევენ, რომ გენოციდი ხდება ახლა იქ არაბი მოსახლეობის, პალესტინელების და ღაზას მოსახლეობის და ფაქტობრივად ბრიუსელი ამაზე ხმას არ იღებს. ანუ აქ იგულისხმება ევროპული ქვეყნები. სხვა თემა არის როგორ უყურებენ ისრაელის ხელისუფლების ქმედებებს. ახლა კრიტიკაც იყო გაეროშიც გაამტყუნეს ნეთანიაჰუზე უშუალოდ მთელი რიგი ქვეყნები, ევროპული ქვეყნებიც წინააღმდეგობას იჩენენ, თქვათ, მის მიერ წარმოებულ პოლიტიკაზე, მაგრამ ის მაინც მტკიცედ დგას. ახლა ჩვენ ხედავთ ინფორმაციებს ვაკვირდებით, როგორ მიმდინარეობს იქ, მოლაპარაკებად შედგა ხამასთან, არ ვიცი ახლა იქ ტყვეების გათავისუფლებაზე. ადრე თუ გვიან, როგორც დაავადება იწყება და მერე სრულდება, შესაძლოა იქაც დამშვიდდეს ვითარება, მაგრამ ახლო აღმოსავლეთში ეს კონფლიქტი არის ერთ-ერთი ყველაზე გრძელვადიანი, რომელიც საუკუნეებს მოიცავს და ყველაზე რთულად დარეგულირებადი, როგორც მოქმედი ვულკანი, აი ესე მოქმედებს ახლა წმინდა ალეგორიულად რო შევადაროთ არსებული მდგომარეობა. ღმერთს მადლობა, კავკასიაში ასე არ გვიდგას ეს საკითხი, მაგრამ თუ გახსოვთ, დასავლეთი ყველაფერს აკეთებდა საიმისოთ, რომ აქ მართლა გახსნილიყო მეორე ფრონტი. თქვენ ხომ ხართ იმის შემსწრე, როდესაც ეს განცხადებები კეთდებოდა აქ არსებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მხრიდან, თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის მხრიდან პირდაპირ ამბობდნენ, თქვენ პირდაპირ ხიშტი ხელში და წადით გაიჭერით თქვენი მიწა იბრძოლეთ, დაიწყეთ ომი, ჩვენ მოგამარაგებთ. უყურეთ, ღაზას სექტორში ესე იგი, რავი, თუ მისალოცია მე არ ვიცი, მაგრამ კაი, რა ყველა ულოცავს, მეც მიულოცავ, რა ვიცი, დროებით სიმშვიდეა, 4 საათი გაგრძელდა, თუ რამდენი 6 საათია სიმშვიდეა, მაგრამ უყურეთ რა მოხდა გუში. 0:00 საათი, ანუ 12 საათზე უნდა შეწყვეტილიყო ცეცხლი ღაზას სექტორში.
გააქანა ისრაელმა და აი რო ზეიმობდნენ ეს პალესტინელები ადგადა დაბომბა 191 როგორც დაფიქსირებულია მე არ ვამბობ გაეროს ტოლთა იმ გაყოფილება თუ რაღაცა რომ იმის მონაცემებს გეუნდებით როგორც კი დაბომბა ნუ ტრამპმა გაგიჟდა ამ სიტყვებით პირდაპირ ვამბობ ჩანიშნა უცბად ბრიფინგი ალბათ მაგაზე რომ ისრაელს ალბათ ნეტანიაჰუს და ალბათ მე ნეტანიაჰუმ ხო კაი ბოდიში ვცო მეც აღარ ვიზამ ანუ უყურეთ რას გეუბნებით ის რო იმam პირობა მისა და ის ცეცხლის შეწყვიტა და ცეცხლის შეწყვიტას და შვიდობაზე დამელაპარაკეთ ნობელის პრემიის გადაცემის მერე ან არ გადაცემის მერე აი ამ ნობელის თემამ ჩაიაროს და მე ვილაპარაკოთ ღაზას სექტორში შვიდობა დამყარდა თუ არ დამყარდა მე მომფრო არაფერს არ დამყარდა არავინ არ შეეგუება იმას რასაც ახლა ესენი აკეთებენ კაი იმ 62% რო გამოყარეს ის ღაზას სექტორი და დააბრუნებენ იქ რო დააბრუნო ტრაქტორებით გადაწმენდილია აი საფეხბურთო მოედანებით არის ის ტერიტორია იმ 62%-ს რას უშვებიან ღაზას ტერიტორიას ამერიკელები ჩადგებიან ხა შევლენო რაღაცა ნუ მოკლედ არაფერი მაგათი არ დაიჯერება ჯერ მაგათი იმიტომ არ დაიჯერება კაცი სალაპარაკო ჩაიყვანეს ყატარში და ანუ ეს არ არის კაცობრიობის ისტორიაში არ მოხდა ეგეთ რამე რომ კაცი ეუბნება მოდი დავილაპარაკოთო ჩაიყვანეს და მე იქ მოკლეს ხო ნუ მე ცოტა ნაკლებად მჯერა მაგისი მაგრამ ღმერთმა ქნას მე მტყუანი ვიყო გამტყუნდე რაზდია ლაპარაკი ოღონდ ეს შეწყდეს ამ მუსლიმი ბავშვების ხოცვა-ჟლეტვა კაცო ესეთი გენოციდი და რაც შეეხება რეაქციას ამ იმ სამყაროს ამ სოდომისტების რომლებიც ერთი იარო გმობენ მაგრამ რა ვიცი ეხმარებიან იარაღით ანუ ერთი ხელით ეუნებიან შენ ცუცაკეთებ და მეორე ხელით რაკეტებს აწვდიან ეს არის დაგმობა რა ვიცი მე მგონი ეს თლად კაი დაგმობა არ არის ეგა ამერიკელები ესე იგი ამერიკის ადმინისტრაცია ამბობს რომ ეს ძალიან ცუდი ეს ცუდი ეს რას ლაპარაკობ ეს ხალხის ხოცვა-ჟლეტვა ცუდიაო და მოუწოდებო და ბიჭო თუ მოუწოდებ შეუწყვეტ იარაღის რო მიწოდება კაცო თვითონ გაეროს გენერალურმა მდივანმა დაუძახა ღაზას სექტორს როგორ თქვა ბავშვების გენოციდით სასაფლაო თუ ტერიტორიაო რა ესე თვითონ დაუძახა მადმე ნაკლებად მჯერა რომ მან შვიდობა დამყარდეს ანუ ღმერთმა ქნას მაგრამ მე მაინც კიდე ერთხელ ვამბობ რასაც თქვენ ამბობთ რომ აი მეორე თქვენ საკითხს მეორე ფრონტი ხალხს აი როგორც კი ვამბობთ მეორე ფრონტს ხალხს აქვს ეგრევე აფხაზეთი სამაჩაბლო კიდე ერთხელ გეუბნებით სამხედრო კაცი აფხაზეთი და სამაჩაბლო ეს არის ლოკალური კონფლიქტი კაცო ამას 24 საათში დაამთავრებენ. აი ლოკალური. მით უმეტეს როცა ქვეყანა ვერც ჰაერს, ვერც მიწას და ვერც ზღვას ვერ აკონტროლებ. როცა რაღაცა უნდა გააკეთო საბრძოლო, ერთ-ერთი უნდა იყოს შენ კონტროლის ქვეშ. ამ სამიდან. ხო, რა ვიცი, რატომღაც სირიელი ტერორისტები, რა ვიცი, ახლა უკრაინის მხარეს ომობენ. როგორ მოხვდნენ იქა? ესე შემთხვევით ხო არ მოხვედრილიყვნენ აქა და თელი კავკმერე და უკვე აქ კიდე ერთ მე ამას დავარქვი კურსკი ორი ხوار და მომხდარიყო იმიტომ ხო არ დაშალეს სირია რომ ეს ტერორისტები მე უცბად ჩვენს ტყეებში აღმოჩენილიყვნენ აი ეს უკვე მეორე ფრონტია პატივცემულებო აი ეს უკვე ცოტა სხვა რამეს ნიშნავდა რა არავის შენი აფხაზეთი რაღაცა 5 მეტრიანი ტერიტორიას არ აინტერესებს რა რა თქმა უნდა რომ არა კიდე ერთხელ ნუ დაიჭრაბახებს ნურავი კი საქართველოს ხელისუფლება ხალხთან ერთად კი ბატონო მაგრამ 80% დამსახურება არის რუსეთის ფედერაციის აქ რო ომი და ბომბები არ გსვა კიდე ერთხელ გეუბნებით ის რომ დღეს საქართველოს სუვერენიტეტის გემო გაიგო ესაც რუსეთის დამსახურებაა თორე რო არ დაწყებულიყო ის ესვეოდა ჩვენი პატრონები დღესაც ჩვენი პატრონები არიან იქ მაგათი დღის წესრიგი არ დამსხვრეულიყო ერთი განახედით აქ რა კანონებს მიიღებდით ამ LGBT-ს და ამ იმის რა ქვია გამჭვირვალობის კანონს რა ზუსტად მაგია რომ იმათ იქ დაემსხვრა მაგათი და აქ ძალა აღარ ყოფნით დაიშან შეხედეთ რას გვანან კაცო შოეგარი თელი ფილოსოფია აქ რაღაცებს ამობენ კი ბატონო ხელისუფლებამ რა თქმა უნდა პატრიარქთან ერთად ეკლესიამ დიდი როლი შეასრულა და ხალხის ინტერესები
უბრალოდ კიდე ერთხელ გეუბნებით ხალხს, სწორედ შევაფასოთ მეტი ხვალ შეწყვიტეთ რუსოფობიულით. მოდი რა ვიტყვი ბარემ ამასაც რა. სანამ ვიცი რომ მაგ კითხვათა დამისვათ და აი ერთი სული მაქვს მაგი ვთქვა რა. საქართველოს სპეცსამსახურება გამოაქვეყნეს ბაჩო ახალაიასი და ამ ზოდელ ბუჭულაძის სატელეფონო საუბარი და იქ ლაპარაკი არის უყურეთ ეს ბუჭულაძე ჩუმათარი და როგორც კი ახსენებს ბაჩო ახალაია მოსკოვიდან მაყუთი მოდისო ეგრევე ბუჭულაძე ხო კი ანუ იმ წუთში აყვა ერთი არის რომ იმ მამაძაღლმა თქვა და მეორე არის აქეთ გამოიხედეთ კაცო შენს ფედერალურ არხზე ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტელევიზიიდან მოყავს სახელმწიფო ექსპერტი გოგა ხაინდრავა მოყავს და აკეთებინებ განცხადებას ის კი არ აკეთებს შენ აკეთებინებ ხელისუფლება აკეთებინებ განცხადებას რომ ესაო ეს რაც ხდებაო აგერ რუსთაველზეო და ეს რაც მოხდაო პრეზიდენტის იმას შენობასთანო ათონელზეო ესაო ფსბ-ს დაგეგმილიაო რატომ ვიციო ფსბ-ს და რუსეთსო არ უნდა საქართველოს წისვლავ შეხედე რა ლასამოსდეს არა და მაგათ დამსახურებითაა დღეს რა არაფერი არ ხდება რა მეიდნები რო არ ხდება და რაღაცები იმდენად არიანო იმდენად ზულთოს ჩვენი ქვეყანაო რომ ყველაფერს აი ნახეთო იმათაც კი ეკვრებიანო და ეს მაგათი დაგეგმილიაო რა თქმა უნდაო იმ სოდომისტებთან ერთადო ამას ალაპარაკ ერთი არის რომ კაი ჯორჯიან ტაიმზე ლაპარაკობ იქ ნუ ესეთი რუსოფობიული განცხადებები ძალიან ხშირია და მეორე არის რომ სახელმწიფო იმას აკეთებ მაგას ტელევიზიაში გამოყავს ჩუმათა ხარ შენი ექსპერტი გამოყავთ ისვისი კი არა იმათ რომ ეთქვათ რუსთაველზე რო არიან ბიჭო იმისთანები მოსკოვშიც არის და ყველგან არიან კაცო რუსოფობები და ფაშისტები კაცო მაგრამ შენ რო გამოყავს ფედერალურ არხზე ანუ შენს კონტროლირებულ ტელევიზიაში გამოყავს ესეთი რუსოფობი და ესეთ ფაშისტურ განცხადებებს აკეთებინებ და ხმას არ იღებ მე გეტყვით რა მოხდა იქა იქ იყო ამ რამოდენიმე დღის თათბირი მესამე საკითხი ეს განიხილეს ერთი გააკვეთ მანდაო რა იქ მოსკოვიდან რა ფული მიიგზავნებოდაო იმიტომ რომ ისინი აქცევენ ამას ყურადღებას უფრო მეტ გეტყვი დათო ისინი როგორ აგითქვავენ იცი რასაც ხელისუფლება ვერ ამბობს ალაპარაკებს თავის ექსპერტებს ანუ რასაც პუტინი ვერ ამბობს ალაპარაკებს სალავიოვს გავუცოთ ნუ კარნაუხოვს დიმიტრი კულიკოვს ანუ სახელმწიფო ექსპერტებს ვეუბნებით ცეცხლზე თამაშებით კაცო რაში გჭირდება პოსტო ამიხსენით მეთქი ვის გინდათ ამით ასამოვნოთ იმათ ვინც ეს 4 ოქტომბერი მოგვიწყოთ ამათ გინდათ ასიამოვნო ბიჭო არ გამოვა იქ მაინც არ დაინახავენ კაცო რატო ეკაჩები გოგა ხაინდრავა ამ ქვეყანას რატო არ ყევ პოსტო ამიხსენი რაგინა არ მოგწოს მშვიდობა ზურგში უტყავს დანას ბიძინა ივანიშვილს კობახიძეს თელ სახელმწიფო გუნდს პირდაპირ ზურგში დანას ურტყავს კაცო მე გეტყვით კაცო დაჟე იქიდან შეტყობინებების მიერ ეხლა მალე თავის მართლება დაჭირდებათ აი აქ რომ შენ რო ასეთ განცხადებას აკეთებ რომ სახელმწიფო კანალზე დგახალ და ესე რაო ეს და ხმას არ იღებ და ამის რეაგირება არ აქვს და ატარებ იმის მერე მეორე დღე გადის კიდე მეორე ლალი მოროსკინასთან იყო და იქ საერთოდ სიგიჟეები კაცო ანუ შენ გინდა ხელისუფლება ესე გააკეთო ხო რავი მაშინ პასუხი სხვანაირი იქნება და ნუ გეცხინებათ კაცო მე ხო რუსებმა იცეხოლებენ ანამზაშო აი ამისთვის კაცო გამოვიდეს აი ყურე ხო წარმოუდგენელია ეხლა ბატონო დავით რომ ვინმე ტრადიციული სამყაროდან აი კონსერვატორი ვინმე დაუძახოს იმედის ტელევიზია ხო წარმოუდგენელია კაცო ხო ეს ტენდენცია აი არავის არ ახლა როგორ წარმოგიდგენთ ეხლა იმედის ტელევიზია ეძახი ძუა მახარაძეს ეს გამორიცხული ამას არ დაუძახებს კაცო ანუ ეძახი ისეთ კატეგორია ხალხს რომლების ფსიქოლოგიაც იცი მათი წარმოდგენაც იცი იმ ქვეყანასა საიდანაც შეიძლება ხვალ მართლა საფრთხე დაგემუქროს იმიტომ რომ
თვითონ ახარ შენ ეგეთი რუსოფობიული აგრესიული არა მაგრამ რუსოფობიული შენ დაჟე გირჩევნია მოდი რა ოღონდ ის არა ბაიტა კაცო თურქეთი იყოს კაცო აგერ თქვენი სიტყვები აგერ კანალს გავჭით აგერ 6 მილიარდი აგერ ის შემოვა კაცო და აი ქართლო ავშენდით და მაპატი და ტერიტორიაზე რა ვქნათ ხო აი აქ კითხვის ნიშანი ჩდება რომ უმოქმედობა სახეზეა ბატონო დავით აი ნახეთ მარტივი ასახსნელი არის ახლა მესმის კვლევით ინსტიტუტები რომლებიც მუშაობენ შესაძლოა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებასაც აკვირდებიან რა თქმა უნდა აფიქსირებენ იმას როგორი ამპლიტუდა მიმართულებით ახლა ხალხს უფრო მეტი ყოფითი პრობლემები აქვს ვიდრე იმაზე რომ თუნდაც ხვალდაზე შეიძლება დაიწყოს საუბარი აფხაზეთის და ოსეთის დაბრუნებაზე ხო მაგრამ ფაქტი ერთია რომ არ იდგმება ნაბიჯები არის ესეთი ჟენევის მოლაპარაკებები რომლებიც ნუ აი უკვე იმის არ იყოს ახლა როგორც მინსკის მოლაპარაკებები იყო უკრაინასთან დაკავშირებით და გვახსოვს კუდარშობილი ორგანიზაციები თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატების ეგიდით შექმნილი ისეთი როგორც არის მაგალითად სუამი საქართველო უკრაინა და ეს აზერბაიჯანი ან ჩაილური ჩაიდარი აღარ მოქმედებს ეს ორგანიზაციები ხო და ხლა ეს ჟენევის მოლაპარაკებები სადაც იდგა ხოლმე საკითხი თქვათ იქ გატაცებულ პირთა დაბრუნებაზე მხარეთა დაშორიშორების შესახებ საზღვარზე არსებული ვითარების შესახებ კი მაგრამ როდამდე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი ერთი ადგილის ტკეპნა ანუ ფაქტია რომ არ იდგმება ნაბიჯები ამ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით ანუ რეცეპტი არ არსებობს ერთადერთი წარმოსახვაში არის ესეთი მომენტი რომ იცით რა მოდი ჩვენ გავაგრძელოთ ეს არაღიარების პოლიტიკა, ну გასაგებია რომ არაღიარების პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს. მაგრამ რას აკეთებ იმისთვის რომ ყინული დაიძრას? ერთია იმის მოლოდინი რომ რუსეთის სახელისუფლებო ვერტიკალში რაიმე კარდინალური ცვლილება მოხდება, მაგალითად აი როგორც ბრიუსელის კორიდორებში არის ესეთი შაბლონი და სტერეოტიპი რომ სი ძინპინმა პუტინთან ერთად გვერდ-გვერდ რომ გაიარეს თურმე ვიღაც დაცვის წევრს თუ ჟურნალისტს მქონდა დიქტოფონი ჩართული და მოკრეს საუბრის მონაკვეთს ყური რომ თურმე სი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი ცდილობენ როგორც ავტორიტარი და დიქტატორი მართველები გულმოდგინეთ სიცოცხლის გახანგრძლივების რაღაც ალგორითმის გამოყვანაზე საუბრობენ. ხვდებით ამ დონეზე არის ხა კაია კალასზე უკვე მასალები იდება რომ აგრესიული რუსოფობია რომელსაც განათლებაც კი აკლია აი კაია კალასის დონეზე და ურსულა ფონ დერ ლაიენის დონეზე რა უნდა გადაწყვიტონ ამათმა გამოდის რომ ჩვენც მათ დონეზე ვეშვებით ანუ ჩვენთან ხო ქმედითი წინადადება უნდა დაიწყოს იმაზე საუბარი რომ კარგი ნუ რუსეთია ჩართული კრემლში დევს გასაღები მაგრამ აფხაზთან და ოსთან რატომ არ დგამ ნაბიჯებს შეეცადე შენ გადადგინა ნუ ის პროექტები არის რომ ვითომ იქ ვიღაცას კურნალობა რო ჭირდება ოპერატიულად გადმოყავთ კურნალობენ იქ ვიღაცა ცუდად გახდება მაგრამ ეს ნუ რამდენად მუშაობს თქვენ ხო გახსოვთ ის მკვდარშობილი ინიციატივები აი ნეიტრალური პასპორტები უნდა დაუბეჭდოთ მათთვის რაღაც ახლა აფხაზ კეთილგონიერ აფხაზ რომელსაც თავისი ეს აფხაზური ღერძიც აქვს რა ნაციონალისტურია კაი გაგებით ვიძახი ამას აფხაზური პასპორტიც აქვს დე ფაქტო პასპორტი რუსეთის მოქალაქეობა ანუ რუსეთის პასპორტიც აქვს და არის აფხაზები რომლებსაც ქართული პასპორტებიც კი აქვს კი არა ხდებით რამდენიც გინდა კი ბატონო აუცილებლად ეხლა მაგაზე ძალიან კაი თემა წამოწიეთ მაგრამ პირველ რიგში მე მინდა ზურა მახარაძეს მადლობა გადაუხადო ეხლა რაში დებატები იყო იქ თბილისის მერების კანდიდატების და აი სულ ესე იგი აი ჩასაფრებული ვიყავ მეთქი წელს დაბლა დარტყმებს დაიწყებს თუ არა მეთქი და მე ჩემდა არა გასაოცრად არა მაგრამ მე პრინციპში 60% მჯეროდა რომ ეყოფოდა იმ ხელა ინტელექტი რომ მაგი არ გაეკეთებინა მაგრამ იქ იყო გიჟები წამოწიეს ეს დემნა გვასალიები და ნუ კიდე იქ რო არიან ჩარჩენილები რა მე მინდა ძალიან გამიხარდა რომ ესე იყო და მიულოცავ რომ გადალახეს და კვალიფიციური პარტიის სტატუსი მიენიჭათ. ახლა დავიწყოთ აფხაზეთის თემაზე. კიდევ ერთხელ გეუბნით, აი როგორი რეაგირება აქვთ. ეს რა მოუწუროთ რა ჯერ ახალაიას თემა. რუსებმა ჩაატარეს ექსპერტიზა და დადასტურდა რომ ეს არის ბაჩო ახალაიას ხმა. კითხვას ავსვავ, ეს რომ არ ყოფილიყო ბაჩო ახალაიას ხმა, მე რა შვებოდით. ანუ შენ
ბაჩო ახალაიას ხმა შექმენ, ну, მოკლედ, შარში ვიყავით. და უკვე ესე ვთქვათ, მე გუშინ უსმენდი 2 საათი და 38 წუთი იყო მარია ზახაროვას და ძალიან ნორმალური მოზომილი კომენტარი გააკეთა ამასთან დაკავშირებით. ასე იგი ჩაიარა თემა. თუმცა ეს რო იყო 2 დღით ადრე უთხარ რომ მარია ზახაროვას უსმენთ მეთქი. ხელისუფლება ჩავაყენე საქმის გულში. ესე იქნება მეთქი დამიჯერეთ მეთქი ხუჩაბაც. მე ჩვენ ექსპერტებსაც უთხარი, ვინც აი ჯორჯიან ტაიმსის ექსპერტებს უთხარი, ბიჭო, თქვენ მაინც გამოდით და თქვით რომ ხალხო ცოტა თავი შევიკავოთ. ხო მეტახმებით რომ ეს არასწორი განცხადებები კიო. გამოვიდა ვაფშე ხმარა მოიღეს. ანუ ბძანებაა ესეთი რომ დავაი დაცხე რუსებს, ну რავი. გააგრძელეთ ეს ბიჭო და რასაც მიიღებთ განახებთ რა. რაც შეეხება აფხაზეთის როგორი რეაქცია გვაქვს. აფხაზეთში გაიხსნა ახალი აეროპორტი. გამოვარდა ჩვენი საგარეო მინისტრი დაგმო აღშფოთ და მოკლედ ზუსტად 2 დღის მერე შემოფრინდა აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს ტერიტორიაზე პატივცემულოს საგარეო საქმეთა მინისტრო შემოფრინდა დრონები თქვენთან ვიჯექი რომ 21 დრონი შემოფრინდა სიჩუმეა რატო ჩვენ ტერიტორიის არ დაარღვია აი ესეთი მიდგომა გვაქვს თუ მაინც გაინტერესებთ გამოდი რა თუ კი ის დაგმე ესაც დაგმე კაცო შენთვის დამნიშნულობაა კაცო რომელი ქვეყანა დაარღვეს შენ საჰაერო სივრცეს თუ შენ გინდა აფხაზეთის დაბრუნება მაგრამ შენმა სამყარომ შემოუშვა ის დრონები შენი სამყაროს რომელიცაც აი რომელიც პრინციპში რა ხო კუთვნილები რომელსაც ეკუთვნი იმ სამყარო და ვერ გამოდიხარ იმიტომ რომ ის 30 წელი შენც იქ გაიზარდე კაცო და იმათ შეუულია კაცო აფხაზეთი დაბომბო კაცო თუ დაბომბავენ დრონებით დალადნა კაცო რა მოხდა მე აი ესეთი მიდგომა გვაქვს თუ მაინც ეგ გაინტერესებს ეხლა რა სწორდები ხოლმე ხანდახეთი როდის დამიძახები და მეთქვე რომ პატა დატოვე საქართველო რა მართლა გეუბნები ისეთ შეგზნავ მაქვს შინაგანი რომ ერთხელ იქნება დამიძახებე და მეთქვე რა მოდი რა დააწიკი საქართველო იმიტომ თეთრი ყვავით აი მარტო მე დავფრო ესე აი სიგიჟებს რო უყურებ რა დავით გული როგორ არ გაგისკდება 4-ში ერთი პოლიციას ყელში დაარტყეს მეორე კიშეში შტირი ჩაარტყეს 5-ში გამოდიან მიტინგს აწყობენ ხაცო ბიჭო მარტო მე ვარ ესეთი გიჟი თუ როგორ ბედავენ ვაფშე მიტინგის ჩატარებას ამის მერე თქვენ თქვენ გიჟები ხართ ხალხო საერთოდ როგორ ბედავენ მიტინგის ჩატარებას ტიპებს გაიმეტეს მოსაკლავად ის პოლიციელი ძვლის გადარჩა კაცო 8 საათი იმაში იყო რაც ნახე აი რეამინით ხელოვნურ სუნთქვაზე კი ბატონო ბიჭო ამის მერე როგორ ატარებინებ მიტინგს ბიჭო ნორმალური ხალხი არის ესენი ამ ხელა ფორა მოგჩეს მაგრამ შემთხვევით შენ ხო არ გაწყობს რომ აი ესე რა ტარდებოდეს როგორც ჩანს არის ეს ელემენტი არა მაშინ გამაგებინეთ ეს რო გაეკეთებინა კონსერვატულ სამყაროს ჩაატარებინებდნენ მეორე დღეს მიტინგს ალბათ არა კი არ ჩაატარებინებდნენ სიცხეში აბანავებდნენ რა მაშინ ვის ვეკეკლუცებით რუსაფობებო რაც ეთხზე თამაშებით საერთოდ წარმოდგენა გააქვთ მაგრამ ნახეთ ბატონო პატა ეს საინტერესო მომენტია ახლა აქ საინფორმაციო სააგენტოებში დევს ეს მილოცვა ლუკაშენკო ალექსანდრ ლუკაშენკო ულოცავს ირაკლი კობახიძეს კი ამ არჩევნებში გამარჯვებას ეს რაზე მიუთითებს ახლა ერთია რასაც თქვენ ბრძანებთ და მე მოყვებით მაგ ლოგიკაში ჭეშმარიტად მართლაც ასეთი სურათია რომ თუ კონსერვატიული აზროვნების ადამიანების გამოხატავენ თავის აზრს შეიძლება უფრო წვავეთ ჩაიხშოს ხათი გამოსვლა ვიდრე აი ეს გლობალისტი ლიბერალები აგრესიულები თან ქორები ასე ვიტყოდით კვლელები კაცო კლავდნენ კი ბატონო ჩვენ მოწოდებებსაც ვხედავთ რომ აი დასავლეთს ჯერ არ დაუგმია ეს თავდასხმა საქართველოს პრეზიდენტის თან ხელისუფლების უმაღლესი პირებიდან მაგრამ ეს ახლა მარტო მოსახლეობისთვის თუ კეთდება ეს განცხადებები მართლაც გადათამაშება იმ თვალსაზრისით რომ რას აძლევს ეს თუნდაც ხელისუფლებას
პირიქით. დროის გაწელვაა რაღაც. ყველაფერი უკვე ღიათ რაღაც დროს გაწელვა. უკვე მივედით იქამდე, კაცო. ხო და აი შეკითხვა იმაში მდგომარეობს, რომ თუ კი ლუკაშენკო ულოცავს, აქ არ არის საუბარი, რომ ცდილობდნენ თუ გახსოვთ მთელი ეს 10 წლები, ხო ლუკაშენკო ვიცით, რომ საუკუნის მეოთხედია იქ პრეზიდენტია, უფრო მეტი ხანი კიდეც. ღმერთმა ჯანმრთელად აყოლოს. და მცდელობა იყო ჯერ კიდე თუ გახსოვთ სააკაშვილის მმართველობის დროს მთელი ეს დესანტი რო გადასხა თავის დროზე და ლუკაშენკოს იქ ბელორუსის KGB-მ დღემდე KGB ქვია. ანუ FSB ხო, ანუ KGB ქვია. ძალიან მე მინსკის აეროპორტში თავად შევესწარი ბელორუსი ძალოვანი ქართული დელეგაციის წევრ გოგონას, ანუ რა მდგომარეობაში აღმოჩნდა, როდესაც უკვე კონკრეტულად ჩავერიეთ. მათ შორის მეც მომიწია იქ პოლემიკაში შესვლა, უბრალოდ უნდა იცოდე მათი ენა. ანუ მათ ენაზე კი არ უნდა ლაპარაკობდე, მათი შინაარსობრივი, ანუ მიდგომა უნდა კონდეს საიმისო, რომ შენი გაიგონ. აი თუ მე მგონი ჯერ უნდა თავხსენი ეს. ხო და საბოლოო ჯამში გაანთავისუფლეს ეს გოგონა, გამოუშვეს. ამ დეტალებში არ შევალახლა. იმის თქმა მსურს, რომ ცდილობდნენ ლუკაშენკოს მარგინალიზაციას. არ გამოუვიდათ ამ ადამიანმა აჩვენა, რომ მართლაც შეუძლია უმაღლეს დონეზე ლავირება, მართლაც აქვს მოწესრიგებული ქვეყანა და იყოს ავტორიტარული. არ დავმალოთ ეს მომენტი, კი ბატონო ლიდერია, მართავს. ხედავთ იმასაც, როგორ ხისტად გამოდის ხოლმე თათბირებზე, როგორი კონკრეტიკა აქვს რიგ საკითხებზე. მაგალითისთვის ეხლა არ შეიძლება რომ არ დავამატო ეს თათბირზე ეხლა ამას წინა თქვა, რამდენიმე დღის ჩანაწერია, რაც ვნახე სოციალურ ქსელშიც იყო ეს ამოჭრილი, რომ დღეიდან უკრძალავ ფასების ზრდასო. ეხლა ეს, შეიძლება ეხლა არ ვიცი, რამდენად სტალინს შეიძლება შეედაროს, მაშინ ცოტა სხვაგვარი ჯერ კიდევ ხაზის რადიოები რო იყო, იქ ცხადდებოდა ხოლმე კვარტლურად, რომ აი დღეიდან ამ და ამ პროდუქტზე ფასები მცირდება. რაღაც ამისთანა იყო, ლევიტანი გამოდიოდა თუ სხვა რომელიღაც წამყვანი ამას აცხადებდა, ხალხს უხაროდა. მაგრამ სადაც ლუკაშენკო ახლა ამბობს, რომ მე გიკრძალავთ ფასების ზრდას, რაც გინდათ ქენით, კანიდან გაძვერით, უბრალოდ ფასები აღარ უნდა გაიზარდოს. ეს ხო რიგით ბელორუსებზე დადებითად მოქმედებს. ხო და ამ კაცის მარგინალიზებას ახდენდნენ. ამჟამად ვინაიდან ის ასე ოსტატურად ლავირებს ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში და ულოცავს კობახიძეს გამარჯვებას, ეს რის მომასწავებელია, გამოდის ახლა რასაც თქვენ ბრძანებთ, კიდე ხაზ გაუსმევ. ეგ სხვა თემაა, მაგრამ ჩანს რომ ამ ხელისუფლების ირიბი იმედი მაინც აქვთ, რომ რაღაც სწორ გზაზე დადგებიან, ხო? ასე შეიძლება გავიგოთ. დავით, უყურეთ, იმათვის არის ერთი რამე, კაცო. უყურე. ამ ხელისუფლებამ იმათ მეიცენ ერთი რამე, რომ ეს ხელისუფლება არ არის მოწადინებული იმ წარსული ხელისუფლების მაგვარად, აი გიჟები რო იყვნენ, რაღაცა თავის ქვეყანას დააზიანო. რა თქმა უნდა, ამას უფრთხილდებიან და ის ხანდახან ხალხი ვერ მიგებს ხოლმე როლეულები, ხალხო გამომხედეთ კაცო აქ. ბიჭო. ერთი არის რომ შენ ხარ დაუშვათ, დავანებოთ და დამთავრდა რა ეს მიშა, სულ მიშა გამოვიდა ხელში. ერთი არის რომ შენ სტაბილურობას, უსაფრთხოებას, რაც არ უნდა თქვენ ახლა ეს მალოთ, კაცო. უზრუნველყოფს, კაცო, ის სამყარო, რომელსაც ჩვენ ვეკუთვნით. ქართველები ვეკუთვნით. ეს იქნება შოუსი, ბრიქსი, ხალხის გასაგებენაზე რო იყოს და მაიდამაინც რუსეთი შეიძლება არ იყოს, კაცო. მაიდამაინც ერთი რუსეთი. ანუ 7 მილიარდის მოსახლეობის 7 მილიარდისზე გეუნებით, კაცო. ის 1 მილიარდი გიჟების, კაცო. არა, ისინი გაანებეთ თავი მათ, კაცო. შენ თუ ამ საკენთ ეკუთვნი? ბიჭო, არავინ არ მისცემს შენი წაქცევის უფლებას, კაცო. იმიტომ ისინი ის ტრადიციული სამყარო აღიქვამს, როგორც თავის წაგებას მაგას. შენ რო გახარ და მაინც მიდიხარ და არა კაცო, იქ ღია წერილებს წერ. და აბა მოდი ჩქარა და დაგვინახეთო, კაცო, დავიღალეთ შენი ლოდინითო რა ეს სამარცხინო წერილი რო გავუშვეს, კაცო. შენ თუ აქეთკენ მიდიხარ, ბიჭო, ის სამყარო გაუწევს მეთქი ერთხელ და სამუდამოდ ამას ამ მოცემულობას ანგარიშდა იმ თურქეთთან დაალაგებს, კაცო, ის თურქეთი მისცემს პირობას, კაცო, სირიაში მოგეცი პირობა, ერთი თმისღერი ჩამოვარდა შენ რუსალ და წარა. ბიჭო, გაძლებ პირობას რომ ამ კავკასიაში რაღაც ჩამოვარდება, კაცო. გიჟი კი არა ვარ, თავი შემოგაკლა. ტრია და ბირთულ ქვეყანას. და ბიჭო, დაალაგებს მეთქი გეუნებით, კაცო. და მით უმეტეს იმ თურქეთმა ხო კარგად იცის რომ შენ შიგნით მაინც რუსოფობი ხარ, კაცო.
просто ერთი ადგილი არ აქვს აგრესიული რუსოფობების. ეცადე მოხდა წვიმპირში და ეხლა აღარ ახარ კაცო. და ამაზე ითამაშებს ის თურქეთი კაცო. მოხსენს ბერპეჩენიას, რა ვიცი, 1900-ს კაცო. თქვენი გადასაწყვეტი და რუსეთს ამით თმისღერი არ ჩამოვარდა მეთქი, ამით თქვენ რუსეთს ვერ დააზიანებთ კაცო. გუშინდელის მერე რაც იქ ნახეთ, იმის მერე როგორ არის კიდე კითხვები არის. გუში რაც უყურეთ, თან დაუკვირდი რუსეთის პრეზიდენტი დგას და თვითონ აზერბაიჯანის პრეზიდენტი მოდის და ხელს კი არ არწევს, გადაეხვია. და იქ ნახეთ რეგიონში შექმნილი სიტუაციაზე და ეს რაც ტელევიზორში თქვენ და ტელევიზიის გარეთ რა ილაპარაკეს ღმერთმა იცის რა. ესე დიდხანს არ გაგრძელდება დათხოვეუნები. ესე დიდხანს ვერ გაგრძელდება. ესეთი მდგომარეობა просто არ ძალიან ჯერ ჩვენთვის რა. რავი ისი არ მოხდეს ეს 34 წელი ხელში არ მოგვადინონ კაცო უცბად. ანუ თქვენ ფიქრობთ რომ უკრაინის თემა რო დაიხურება საბოლოოდ, მერე დაიწყება კავკასიაში თავის დავით, აი ამიხსენით, როგორ წარმოგიდგენიათ? აი უბრალოდ გეკითხებით. ჯერ ხო ჩემი სიმართლე გადის კაცო, ჯერ ხო ამოვიდეთ თქვენ ერთ წელიწად თქვენ რა საქართველოს ერთ წელიწადში მომთავრდებოდა, ხო გეუნებოდით კაცო, ჯერ უნდა დაიწყოს რაღაცა, რომ დამთავრდა. ეხლაც გეუნებით, ჯერ ომი არ დაწყებულა მეთქი კაცო. არც მომავალწეს არ დაიწყება, ფიზიკურად ვერ მოასწრებენ მომზადებას ის სამყარო და ჩვენი სამყარო. და თქვენ როგორ ფიქრობთ ასეთ რუსოფობიურ ქვეყანას, რომლისგანაც ყველამ კარგად იცის, როგორც კი პატარა შანსი მიეცემა, ეგრევე ზურგში დანა. ჯო ეს ხდება, ეხლა კი არ ხდება. მე-18, მე-19, მე-20, 21 საუკუნეში კაცო. როცა შენ ექსპერტები ყავს ისეთი, რასაც შენ ვერ ბედავ და ამათ აბედინებ, ესე გიყურებ, ამათ ნდობა შეიძლება, ვაფშე შეიძლება ამათ ვერ ნდო კაცო. ამის მერე შენ ვერაფერს ვერ ხედავ. 9 ჯერ გთხოვეს, გემუდარენ, აგერ დაჯექი ბადერ უნდა დავილაპარაკოთ. აგერ მომძანი დავილაპარაკოთ. კაცო. შენ მაინც იქით გარბი ხარ. ნუ მოიტყუებთ რა თავს დავით, ეკონომიკა რო იწევს, რით ხარჯი იწევს. თუნდაც ის სოდომისტი გამიჩერე და უთხარი, აი ეკონომიკამ რო აიწია, რის ხარჯი აიწია თქო და ის გეტყვის კაცო რუსეთის ხარჯები. შენით კაცო ის სტატისტიკის მონაცემებში ნახეთ კაცო. და შენ მაინც შენი მენტალობით უკვე სისხლში გამჯდარი, ანუ გამჯდარი შენ მაინც რუსოფობი ხარ. ხო? ბიჭო, რავი ის ქვეყანა გაგიწევს რა, აი ამ სიტუაციას გაუწევს მეთქი ანგარიში ხალხო. და რავი, მე მგონი ესე იქნება რა. არავინ ტანკით აქ შემოვარდნას არაპირებს. არც თურქეთი და ეს რაღაც სიგიჟებს ლაპარაკობენ, იქ ჯორჯიას ტაიმის ექსპერტები. აი რეალურად ლაპარაკობენ ხოლმე. ტანკი რატო უნდა შემოვარდეს კაცო? შენ თუ აგრესიული გახდი? შემოვარდება კი არა. რა ვიცი. ხო, ნუ სადაც ახლა კიევი ბომბება რა და რა პრობლემაა? ხო გახსოვთ ხომ გამსახურდიას პერიოდის შემდეგ იქ ავიაციის სარდალი იყო რუცკოი ესეთი ულუჩიანი. დააბომბეთ პირდაპირ თბილისიო, კაცო. დააბომბეთო. ჟენევის კონვენციას დაარღვევენ, რა, აი ჟენევის კონვენცია. ის მინდა ვკითხო, როვიზეიმით სტრასბურგის გადაწყვეტილება. რაღაცა რუსებს მოუგეთო. მე გაგრძელება მაინტერესებს. ნუ იმპლემენტაცია როგორც წესი ასეთი რამეების ნაკლებად ხდება და სიმბოლური დატვირთვა აქვს. ჰააგის საერთაშორისო სასამართლოსაც თუ შევხედავთ, ამერიკის შეერთებულ შტატებში სიცილით კვდებიან და მათ შორის ისრაელშიც და საერთოდ არარაობად მიაჩნიათ. მაშინ დავით ანაქრონიზმად მიაჩნიათ გააუქმეთ ეს სასამართლო. რაღაც ნიდერლანდების მუხტაღორების ეს არის რა. კი, ხდა უბრალოდ ევროპელები თავიანთ ჩაგრიან ვისაც რომელ ქვეყანასაც წააქცევენ. მე იმ საწყლებს ჩაგრიან ამ სასამართლო აპრავებენ ამ სასამართლოებით. კი ბატონო. გეკითხებით რატო უცხოვრობთ აი ეს 30 ხო ყველამ ვიცით ხო აი ყველამ ვიცით ეს არის ბუტაფორი არაფერი ისეთ ჩამოიშალა. თუ რავი რაღაც არ ვიმოქმედოთ. რავი თუ ვერ აგზობ იმიტომ ვერ აგზობ ჯერ კიდე არცალიათ კაცო და ბიჭო მე ხوار რომ აქ ხომ ამოვდირო შეხედეთ ჯერ იმ ტამაგავკებზე მოდი იმასაც შევეხოთ თორე ხალხის ახლა გონ არავინ არაფერს არ გადასცემს დამიჯერეთ არ გადასცემენ მაგის გადაცემა ნიშნავს რომ მამო ჩვენო წაკითხოს ვერ მოასწრებთ კაცო აქ ვინ გადასცემთ ახლა როგორ წარმოუდგენიათ რომ გადასცემენ და რუსეთს იმას დაბომბავენ ნუ რავი პასუხი აი ლაპარაკი იყო იმაზე რომ ამ ტამაგავკებს სხვადასხვა მოდიფიკაციები აქვს კი
რუსმა ექსპერტებმა სხვათა შორის დაასწრეს წინსწრებად იყო განცხადება იმაზე, რომ თვითონ ამერიკელები არ მიაწვდიანო, დადებენ ხელშეკრულებას ევროპელებთან და ევროპელები გადასცემენ, რაც პრინციპში გამართლდა. ნიდერლანდებთან აპირებენ 200 ერთეული ტომაჰაუკის გადაცემას და მერე უკვე რადიუსი მოქმედების საკმაოდ დიდია, მაგავს და სერიოზული იარაღია ეს, არ არის სახუმარო იარაღი. კი, მაგრამ უკვე მაგ გავკებით, დაჟე სერბეთში ჩამოვყარეთ. კი. დაჟე ეს ტესტებით კი არა, ეს სტოპი ეს 150 ნევას ვეძახოდით, მაგებით ჩამოვყარეთ. სირიაში ვყარეთ და ვყარეთ. თქვათ ხა ესე არ არის, მაგრამ პირდაპირ თქვა რუსეთის პრეზიდენტმა, ეს იქნება დასაწყისი ომისო, კაცო. ჩვენსა და ამერიკას შორისო. დიდი ომი რო იქნება ამაზე უკვე არავინ აღარ დაობს ჩვენს გარდა, საქართველოს გარდა, ყველა შეთანხმდა ამაზე. რომ აუცილებლად იქნება დიდი ომი. ვეკითხები საქართველოს და საქართველოს ხელისუფლებას. რამე მზადება გვაქვს რამე რო იყოს. ყველა ემზადება იქ რუსეთში, ევროპაში, ყველა ემზადება. აფრიკაში ჩვენს გარდა. ჩვენ დავდივართ აგერ ახლა ხაბეიშვილმა ის ბურჭულაძემ რა თქვა, ბიჭო გაანებეთ იმას თავი, კაცო, როდის გეუბნებოდით, ეგ 10 წუთის პრობლემაა, მეტი პრობლემაა, ეგ არ არის, კაცო. შენ აქეთ გამოიხედი, რას ვაკეთებთ? აგერ გაიქცათ ჩვენი მეზობელი ქვეყანა და გადაეხუტა, ჩაეხუტა, კი არ ხელი კი არ ჩამოართვა. ვაფშე ჩაეხუტა იმას, რა ქვია, რუსეთის პრეზიდენტს. ჩვენ რას ვაკეთებთ გეუბნებით? მითხარით ეხლა ვეკითხებით, ჩვენი პარტნიორი ქვეყანა დამისახულოს ხელისუფლება. ხალხმა დამისახულოს პარტნიორი ქვეყანა. იქითა სამყაროს ომში ვართ, ამას ომი ქვია, კაცო, რა 4-ში და ისინი ხდება, ამას ომი ქვია. იქ ჩვენ ტრადიციულ სამყაროში აღარ გვეძახიან, აზერბაიჯანის ომხებს ეძახიან, ჩვენ აღარ გვეძახიან და ხოიც როგორ გავიმართლეთ თავი? გამოვარდა გოგა ხაინდრავა და იქ რატო არ ჩავიდა, ვიციო? იქაო პუტინი იყო და მე იქ ვარ ჩავიდო და აი ამას რო სახელმწიფო იმიდან ტელევიზიიდან განაცხადებ, ბიჭო, რა ისინი უსმენენ ამას, კაცო. გეკითხებით, ვინ არის ჩვენი პარტნიორი ქვეყანა? ჩინეთი არ გეძახეს. რავი, ორი შეხვედრა, ორი ხადნიაკი იყო და არც ერთი არ დაგიძახეს. მაშინ გეკითხებით, ვისთანა ვართ საერთოდ ეს დამოუკიდებელი ეს გოგახანდრო როგორც რომ ეხლა ვიგემეო დამოუკიდებელი და რა ის დამოუკიდებელი ქვეყანა ხარ 4-ში რაღაცა მოგიწევს და 5-ში გააგრძელეს, კაცო. ვერაფერს ვერ უშები, რუსთაველზე ვერაფერს ვერ უშები იმის გამო, რომ იქ ევროპა რაღაც პარლამენტარებმა რაღაცა ყიყიჟინი ზედმეტად არ დაიწყონ. და იმათას თხოვ დაგმობას, ვინც ეს მოგიწყო. ბიჭო, რაღაც არადეკოტორობაში ვარ. ტიპმა მოგიწყო 4 ოქტომბერი და ეუბნები, რომ აი რატო არ აგმოფო? ამასო. ბიჭო, მე მოვაწყე და როგორ დავგმო, კაცო? ან რატო გვატყუებ? ან თქვენთავს რატო იტყუებთ, კაცო? არც ხალხი ტყუდება. არ თვითონ არ ტყუდებიან. და სხვათა შორის ისე ერთი აზრი დავიბა და ბურჭულაძეზე რა. მე მგონი ყველანი თქვენი ეგ გამოვიდა. მე მგონი ეგ თამაშიდან გავიდა რა. აი ეს მოაწყო ეს კბისა, რაღაცა ალბათ ფული აიღო და თამაშიდან გავი, რომ მიხდა სიგიჟეში ვარ, რაღაცით ხო უნდა გასულიყო. და აი მაგას არავინ არ დაიჭერდა თუ. ისეთი გიგანტი მომღერლები და სოფლიო გიგანტები დაურეკავენ და სწხოვენ კავშირებას და ხა 70 წლის კაცია. რომ მართლა მეც რო იყო მე გავუშვები, თუ სახელმწიფოა და მართლა არ არის ესეთი ტიპმა ამ სიბინძურიდან, ამ ჭაობიდან ლამაზად გავიდა რა. აი მოიწყო თავის თავზე, აიყოლი ეს გიჟები, იცოდა ვინებიც არიან და 10 წუთში იმით ის რო ასხავენ. იმით დამთავრდა შენი მთელი რევოლუცია. ანუ ბევრი სახეც გამ. მე ჩემი ვერსია ალბათ, თორე რავი ახლა კიდევ რომლები დროზე საქართველოს ხელისუფლებას ვეუბნები დროზე და კიდევ ვთხოვ საქართველოს უკვე სახელმწიფო უშიშროების სამსახურს ვთხოვ. ფედერალურ არხებზე აკრძალეთ საერთოდ ნებისმიერი სახელმწიფოს რუსოფობია. საერთოდ ფობია აკრძალეთ. ეს იქნება ჩინელების, ვისიც არ უნდა იყოს, კაცო. არ ვარ ჩვენი სტადიაში, რომ ჩვენ რაღაცას გაუძლოთ ღმერთმა არაქნას. ისინი ხო აგინებენ დროში ერთწვა რეაქცია ხო არ აქვს საერთოდ.
ნუ იციან ვინებიც არიან და თვითონაც ყავს ეგეთები კაცო. შენ რა გჭირს კაცო? რატომ პროსტო მიზანი რა არის ამისი? ხო, ნუ ეს კითხვა, ეს რიტორიკული კითხვა ჩდება ეს. უბრალოდ ვის გინდათ რომ ასე ამონთ ამით? ის ვინც 4 მოგიწყოთ ოქტომბერი? ნუ ამის ახსნა როგორ შეიძლება ბატონ პაატა ნახეთ ესე პირდაპირ ყველაფერი მთელი პროცესები, პოლიტიკური პროცესები მთლად გამჭირვალე არ არის. ახლა ბევრი რამ კულუარებში ხდება. მოდით თუნდაც ასე ვთქვათ, ის რომ ხელისუფლებას აქვს დეკლარირებული რომ მაქსიმალურად პრაგმატულ პოლიტიკას და სუვერენულ პოლიტიკას ატარებს, ახლა პოლიტიკას ხშირ შემთხვევაში ეკონომიკური შემადგენელი აქვს და წყვეტს უმეტესწილად ეკონომიკა. თუ კი ეს აზიის ბანკი ამდენ მილიარდებს გამოყოფს, პირობითად ვიძახი ახლა გზების რეაბილიტაცია, იქ თურქეთთან ეკონომიკის მოწინავე ადგილზეა სამეულში შედის, ანუ იქ აზერბაიჯანიდან გვაქვს სარგებელი ბაშსიხთის უზარმაზარს თავის ენერგომატარებლების ტრანსპორტირებისთვის. ეს ყველაფერი ერთმანეთში გადახლართულია. გარდა ამისა, ნატოს წევრი ქვეყანა არის თურქეთი. აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღში მოგებული ომი უფრო მეტად გაზარდა ამ ქვეყნების გავლენა აქ რეგიონში. რუსეთს თავის თავსატეხი და პრობლემა აქვს უკრაინაში ჯერჯერობით, არ ასრულებს თუ ვერ ასრულებს ამ ომს. შესაბამისად, იგივე ეს ანგლოსაქსები და გასაგებია რომ ლიბერალური დღის წესრიგიდან გავიდა ეს ხელისუფლება, თუმცა მანამდე იმყოფებოდა, ჩვენ გვახსოვს აქ ერთი მართლა არ ჩატარებულა ეს აღლუმები, თუმცა როგორი მხარდაჭერა ჰქონდათ აი ელჩების მხრიდანაც და გროვდებოდნენ იქ. და დაპირისპირებამდე რამდენჯერმე რამის მივიდა, ხო, სერიოზული დაპირისპირებაც იყო მაშინ ჯერ კიდე, როდესაც ეს ახალგაზრდები დააკავეს, ვინც აპროტესტებდა ამ აღლუმებს. შესაბამისად, ხელისუფლებას არ აქვს ის ბერკეტები, რომ პირდაპირ თქვას, იცით რა, მოდით თქვენ ეხლა უნდა ჩაგეხსნათ. ეს რომ მოხდეს, აქ რუსეთთანაც არა აქვს დალაგებული საერთოდ მოლაპარაკებებზე ნაბიჯი არ გადადგმულა, რომ რუსეთთან დაიწყონ მოლაპარაკებები. და აქედან გამომდინარე არა აქვს როგორც ჩანს ჯერჯერობით შესაძლებლობა რაღაც დროს ელოდება, არ ვიცი, ესეც დიდი რებუსია რა თქმა უნდა. ვინაიდან ეს ახლა გამარჯვება 4 ოქტომბერს ხო გაიმარჯვა ქართულმა ოცნებამ. მოახლოვდება ტრამპის არჩევნები და იქ თუ იმძლავრეს ისევ ან deep state-მა გადაწყვიტა რომ ახლა ტრამპი აღარ გვინდა, ისევ ვინმე დემოკრატი გვინდა. მაშინ ესენიც თავს დახრიან გამოდის და იცით ეტყვიან კი საქართველოს კვლავ რჩება დასავლურ ორბიტაზე, ახლა თუ გნებავთ აქაც შეცვალეთ, აი ჩვენ ვიყავით მტრედები, ახლა მოიყვანეთ ქორები პირობითად. აი ეს არის ამ რებუსის ერთ-ერთი ვთქვათ ვერსია. ანუ რეალობა. ეს ხომ არ არის მიზეზი. არა მგონია მაგერები იყოს უყურეთ ბატონ დავით უყურეთ რა ის თქვა და რაღაცას რო დაინახავენ აქ დაიზაბება რაღაცა ის ერდოღანი რაღაცა იქ და რაღაცა რო გაუჭირდებათ გამოაგდებენ ამ ჩემ ძმაკაც მამუკა ფიფიას მე მეცინება ხომ დითხა ერთი მამუკა ფიფია კაცო ვერ გაგიპრავებთ კაცო იმას რასაც თქვენ დაკეთებთ იქ გიჟები კი არაფია კაცო ეხა გუშინაც გქონდა მამუკასა საუბარი ბიჭო მამუკა მეუთხარი შეიძლება უყვარ ხარ და პატივის ხსები და არ გეუბნები ბიჭო ისინი იგი სულელები კი აზია კაცო ისინი ხო უყურებენ კაცო აბა ნახე მეუთხარი ხო აბა თვითონ იმათმა ჩამიგდეს მეთქი ეს ვიდეო მე ქართულ ახებს საერთოდ არ უყურებ რომ ნახე გული გადამიტრიალდა კაცო ეს ხაინდრავასისა როდემდე ეყოლებით მეუთხარი შეიძლება მეთქი მე არ ვიცი მაგრამ სხვანაირად გვავიდა კაცო რისი ბეძი არიან არავის მე წარმოგიდგენია ხანდახან ესე მგონია სიგიჟეში ვართ მეთქი რა კაცო აი სასაცილოა რა მაგრამ ვეკითხები კაცო ვინ არის ჩვენი უსაფრთხოების გარანტია ჩვენ დიდი ქვეყნები ხო წაიქცა ჩვენ რატო ვერ ვიქცევით მე შეგეთქვი უყვარ ვართ და მეზობლებს და არიქა კაცო თუ რატო ვერ ვიქცევით ანუ როდემდე გინდათ ესე გავაკეთოთ მეთქი ბიჭო რა ერთხელ იქნება ეს ფეთქებს მეთქი კაცო მართლა გეუბნები ბატონ დავით რომ აი ველოდები ერთი რაღაც 16-17 რიცხვს და მე ასე მგონია რომ უკვე მართლა დამიძახები და მეტყვი რომ აი რა ვატაკო გაგვადები თავი წადი საქართველოსთან რა
აი არ ვიცი ხა მე ჩემ შენ შინაგანი განწყობაა და იმიტომ მომბდა მაგრამ უყურეთ რა ბიჭო არაფერი არ კეთდება იმისა თუ პირობა ხომე იცით ამ ხალხს შენ სამყაროს ანუ ტრადიციულ სამყაროს ხომე იცით პირობა რომ საქართველოს ტერიტორიიდან ჩვენ სამეზობლოს საფრთხე არასდროს აღარ დაემუქრება. ეს პირობა ხომე იცით 2024 წელს. კი ხე დავინახეთ რომ ეცადეთ გადაგდება. ხომ გადაგაგდებინეს თავი. მაშინ გეკითხებით რა ჯანდაბას აკეთებს სოროსის ოფისი საქართველოში. ბიჭო, ეს პირობა ხო იყო მიცემული რომ საქართველოს ტერიტორიიდან საფრთხე არ დაემუქრება თურქეთს, ირანს, აზერბაიჯანს, რუსეთს, სასონხეთს. ბიჭო, როგორ არ დაემუქრება? აგერ ამყავს კაცო. კიდე დღესაც ფუნქციონირებს სოროსის ფონდი, ღია საზოგადოება, რაღაც მამაძაღლობა, ანუ აბა რა პირობაში ასრულებთ? მეორე ადგილზე გვარებია გამიყვანეთ და რა უთხარით ამით რომ გამიფრთხილით თორე გვარებია მოდისო? ამის თქმა გინდოდათ? ნუ ავი განახებენ ახლა კაც ვინ მოდის. უცბად ემად ესე არ გააკეთონ ხელი და არ დაინახონ. რავი მე ხვალო საფუძველი კონდეთ რაღაცის. გამართლება რო კონდეთ მე მაგათ თავის აქციელებს კაცო. პირობის შესრულება ეხლა დაიწყეს ამას სიმართლე გითხრათ რაც ბიჯინა გამოვიდა ბატონი ბიჯინა გამოვიდა არჩევნების მერე ეს შიდა მოხმარების განცხადება არ იყო ეს გარე მოხმარების იყო განცხადება სწორი განცხადება იყო მაგრამ ბატონი ბიჯინა გადახედეთ გუნდს პრემიერი და კალაძე არ აქვს ყიდულობაში პირდაპირ გეუბნებით რამდენი მანდ გიზით ისეთი რომლებსაც იმ ქვეყნებში მილიარდები აქვს და მილიონები აქვს ბანკებში. თუ გონი არ იციან ახლა იქ რუსეთში და იქ ჩინეთში და იმაში არ იციან ახლა ვინ მაგუნდით თქვენ ვერ გახვალთ კაცო. ეხლა დაიწყეს პირობის შესრულება. ერთი წელი ხო დაკარგეთ. კიდე გეუბნებით არ გაგიტარებენ. არავის 3 მილიონ კაც თქვენ რომლის ერთი საზღვრიდან მეორე საზღვრამდე 5 საათის სავალია მეტი კი არა კაცო. უკონტროლოთ არ დაგტოვებთ კაცო. ასაგებია. ჩვენი საეთერო თქვენ დადეკით და იხვიეთ დამოუკიდებლობა ჟენევის კონვენცია ამოიწურა ჩვენი საეთერო დრო სამწუხაროდ ბატონო პაატა მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მე ტელემაყურებელს შევახსენებ ჩვენი სტუმარი გახდათ თავისუფალი ტრიბუნის დამფუძნებელი პაატა აბულაძე ჩვენ შევხვდებით უკვე მომავალ კვირას 4 შაბათს ტრადიციულად 16 საათზე მადლობა ყურადღებისთვის.